მოგესალმებით, მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ 15 ყველაზე დიდ ცხოველზე, რომელიც ოდესმე მსახურობდა ჩვენს პლანეტაზე. გამოიწერეთ არხი, გააგდიურეთ ძალისხილაკი. ახლა კი დავიწყოთ. ყველასათვის ცნობილია, რომ 215 მილიონი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები გაჩნდნენ. 10 მილიონი წლის მანძილზე ეს გიგანტები მსოფლიოს ნამდვილი გიგანტები იყვნენ. იმ დროს ფლორა და ფაუნა უჩვეულო ზომებით გამოირჩეოდა და არქეოლოგიური აღმოჩენები კიდევ და კიდევ გვაოცებს. აი ყველაზე უცნაური გიგანტი არის ცხოველები, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე. ტიტანაბოა, გადაშენებული გველის სახეობა, რომელიც თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე 58-60 მილიონი წლის წინ აღმოაჩინეს, სახლობდა მახრჩობელა გველის სახელმწიფოსავი, სიგრძეში 13 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა ტონაზე მეტი იყო. მტაცებელს არ ჰქონდა შხამი, ამიტომ თავის მსხვერპლს უბრალოდ აღჭვდა და აღლაპავდა. სერიული აქლემი. ამ ცხოველის სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. ცხოველის ნაწილები პირველად 2005 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ძველი ადამიანი აქტიურად ადირობდა აქლემზე. მოზაური ეს ზღვის არსება 17 მეტრს აღწევდა. ჰქონდათ მასიური და ბასრი კბილები. იკვებებოდნენ სხვა მოზავრებით. ლიოპელევროდინი, ზღვის რეპტილიის სახეობა, ცხოვრობდა იურულ პერიოდში. მონსტრის სიგრძე 25 მეტრს შეადგენდა და დაახლოებით 100 ტონას იწონიდა. სარკოზუხი, ნიანგების სახეობა, რომელიც უძველეს ხანაში თანამედროვე აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ხოლო მისი წონა 8 ტონას შეადგენდა. ინდრიკოტერი, ხმელეთის ყველაზე მაღალი 5 მეტრამდე სიმაღლის და ყველაზე მძიმე 20 ტონიანი იყო. ძუძუმწოვართაგანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. ეს ცხოველი 20-30 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ვეშაპისებრი ზვიგენი, ჩვენი დროის ყველაზე დიდი ზვიგენი, მის სიგრძე 11 მეტრს აღწევს და დაახლოებით 180 კილოგრამს იწონის. მარიას არ არის ზღვარი, ლინდის ტიხი, ეს გადაშენებული იურული პერიოდის გიგანტური თევზი. მის სიგრძე 30 მეტრი იყო და იწონიდა 19 ტონას. აზიური სწორეშვიანი სპილო. ის უძველეს ხანაში ინდოეთსა და იაპონიის ტერიტორიაზე ბინადრობდა. კრონოზავრი, პლანეტის გიგანტი ცხოველი, მისი სიგრძე 10 ტონას აღწევდა და 18 ტონას იწონიდა. შასტაზავრი. შასტაზავრი ინდიოზავრების გვარიდან ოდესმე აღმოჩენილთაგან ზღვის უმსხვილესი რეპტილია. მის სიგრძე 20 მეტრს აღწევდა, ხოლო წონა 35 ტონა იყო. მეგალოდონი, ყველა დროის ერთ-ერთი საშიში მტაცებელი თევზი. მისი სიგრძე 15 მეტრს აღწევდა და 50 ტონას იწონიდა. სპინოზავრი, ყველა დროის უმსხვილესი ხორცისმჭამელი დინოზავრი, რომელიც თანამედროვე ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა. სპინოზავრის ზომები იყო 18 მეტრი სიგრძე და წონით 20 ტონა იყო. არგენტინოზავრი, მსოფლიო ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უმსხვილესი ცხოველია ჯერჯერობით. მისი ჩონჩხის ნაწილი
ნაწილი აღმოჩენილი და მის სიგრძე 22-დან 35 მეტრამდე და ბოლოს ლურჯი ვეშაპი, ყველაზე დიდი თანამედროვე ცხოველი, სავარაუდოდ ოდესმე თუ ახლა ცხოვრებთაგან ყველაზე მსხვილი, მის სიგრძე 33 მ და წონით 150 ტონა. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგში. ნახვამდის.